მოგესალმებით საზოგადოებრივი რადიო ტალღაზე FM 102.4 რა თქმა უნდა პირდაპირ ეთერში განაგრძობს მუშაობას მხოლოდ ამჯერად პროექტით სახელწოდებით ხაზის რადიო 10 საათი და 10 წუთია დედაქალაქის დროით და უახლოესი 45 წუთი ვიქნებით ჩვენ ამ ტალღაზე ერთად მე ეკა ვარ ტალახაძე და დღეს თქვენი მასპინძელი სტუდიაში გახლავთ თამარ დადიანიძე დილომშვიდობისა თამარ მოგესალმები ეკა მივესალმები ჩვენს რადიო მსმენელს მუსიკას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს იმ თეატრში რომელზეც ახლა ვისაუბრებ და რა თქმა უნდა ეს არის მუსკომედიის ეგრეთ წოდებული მუსკომედიის თეატრი. კი ბატონო. და ახლა სწორედ მისი მსახიობები შემოგვიერთდებიან, მოგესალმებით. დაგვიანებულ სტუმრებს მივესალმებით განსაკუთრებული სიყვარულითა და ინტერესით ოღონდ შეგიძლიათ აქეთ დაბრძანდეთ ერთი აქ თუ თქვენთვის როგორც მოსახერხებელია ისე მაშინ ჯობს ამ ხარეს მე მინდა რადიო მსმენელს შევახსენო რომ ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში ტალღაზე FM 102.4 რამდენიმე წუთში ჩვენი გადაცემის სტუმრებს წარმოგედგენთ დარჩით ტალღაზე FM 102.4 ჩვენი გადაცემა დღეს საინტერესო იქნება არა მხოლოდ იმით რომ ვისაუბრებთ თეატრში მუსიკის როლზე, არამედ იმით, რომ დღეს ჩვენი გადაცემა მუსიკალურად იქნება ცოცხლად გაფორმებული. მას ასე უახლოესი 45 წუთი თუ გითქვენ ჩვენთან დაკავშირების სურვილი გაგიჩნდება, შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე 240 91 92 ან 240 92 92 და ასევე გახსოვდეთ, რომ არსებობს საიტი Radio 1.j, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენს გადაცემებს ვუყუროთ კიდეც. ხაზის რადიო ორშაბათი მოგონებებად ქცეული სახეების კათრცმიღმა და კულისებში დანახული ცხოვრება ადამიანები რომლებიც თეატრისა და კინოს ისტორიაში შევიდნენ თეატრისა და კინოს პერსონალური ისტორიები თამარ დადიანიძე ხაზის რადიო მას ასე უნდა წარმოგიდგინოთ მუსკომედიის თეატრის მსახიობები ბეგალიშვილი, ალეკო, გიორგი ყმელაშვილი და გოგა მოძმანაშვილი. მოგესალმებით. საცობია ქალაქში. არა. ხო, მაშინ უნდა ვაღიარო რომ ეთყობა ალეკოს დილის გაღვიძების პრობლემა იყო აქ ალბათ თავარი მიზეზი. რატომ ასე საერთოდ რატომ გავყიდეთ დამარჯვენი სტუმრები? იმიტომ რომ ერთი თოკი არ მომიბია, თორე მას უძალით მოვიყვანე. ისე სხვათა შორის ხოლმე დიდი ხანია ვაკვირდები რომ მცდელობას არ აკლებს რომ აი ეს შეხვედრა შესთავაზოს ჩვენს რადიო მსმენელს რომელიც როგორც იქნა შედგა. მაშასე მუსკომედიის თეატრი და ის ტრადიცია და კულტურა რომელიც ამ თეატრმა ჩვენამდე მოიტანა ის იქნება ჩვენი გადაცემის მთავარი თემა ჩვენ სტუმრებთან ერთად და თამარ მგონი არ იქნება ურიგო თუ ტრადიციით დავიწყებთ. მოდით გავუშვათ ახლა ჩვენ ვიდეო. ის მიწაღლი რატომ ჩავრო სოფსაყრის დაიჯაგრა ბაბაჯანო როგორ უცლებამდე ჩაგრას ყველანი შენ გატყუებე ვაზაზები ხარაზები სირაჯები მიგიდნები ვახ როგორ არ გაბრაზდები ვაზაზმაო იმ ქვეყანას თავისოდო ასე ზიდოს მოკლი არ შინით ზომავდეს ჯოჯოხეთის ქსებს და მიგოს მიგიტანით ექსპერავდეს გაბეროს და კლავდა ცალოს არცა სვას და არცა ჯამოს ხალხის ცოდვა მისაწვალოს ხარაზმა კი რაც მოელის გულზე მურით დაიწეროს რომ იმ ქვეყნად მისულ მუშტას შეგვამუხტად შეუგეროს ხედავ მონჯაზე გაჩუმდა რა მოელის არასა
თითქოს კიდეც მოეწონა ბუდის ქნევით უძღვნის ამბობს ბუდის ქნევით უძღვნის ამბობს ბუდის ქნევით უძღვნის ამბობს ხაზის რადიო ხუთი განსხვავებული ავტორის ხუთი განსხვავებული ხედვა და საერთო წარსული. ყოველ დღე 10-დან 11 საათამდე. თქვენ უსმენთ ხაზის რადიოს FM 102.4-ზე. ხაზის რადიო. ჩვენ თქვენთან ერთად ვიხსენებთ ცნობილ ადამიანებს და უცნობ დეტალებს, ეპოქას და მოვლენებს, ქალაქის და სოფლის კოლორიტებს, ტრადიციებს. ჩვენ ვხსნით რადიო 1-ის უნიკალურ კოლექციას მხოლოდ თქვენთვის. ყოველ დღე 10-დან 11 საათამდე. საზოგადოებრივ რადიო 1-ზე ხაზის რადიო ირთვება. ხაშესი ხაზის რადიო პირდაპირ ეთერში ჩვენ მსმენელს მინდა ვუთხრა რომ ნუ გაგიკვირდებათ ჩვენი ასეთი ფორი აქ გადაცემის დასაწყისში, იმიტომ რომ როდესაც ცოცხალ შესრულებაზეა საუბარი, ინსტრუმენტებს სჭირდებათ ფორმაში მოყვანა შესაძლებელი. ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა მოისმინა ბადრი ბეგალიშვილის მუსიკალური ნაწყვეტი სპექტაკლიდან ბაბაჯანა და ალბათ ბევრს ეცნო და იმედია გაახსენდა ის წლები, როდესაც მუსიკალური დრამისა და დრამის თეატრში, მაშინ მუსკომედია ერქვა, დადიოდა ამ არაჩვეულებრივი სპექტაკლის სანახავად და არა მარტო ამ სპექტაკლის. და გრძელდება ეს ტრადიცია, სხვათა შორის მას მისი შვილებიც აგრძელებენ, ალეკო უნდა ვთქვა რომ ბადრი ბეგალიშვილის ვაჟი გახლავთ. არაჩვეულებრივი ბადრი ბეგალიშვილი ღერის ხო ბადრიც და ნუ ზურაც ასევე კარგად მღეროდა და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებშიც გამოჩნდა და YouTube-ის ქსელშიც ერთი ჩანაწერი, ვერ ვიტყვი კლიპი, მაგრამ ძალიან საინტერესო და სასიამოვნო სახურებელი, ალეკო თავის მეგობრებთან ერთად. ამ შემთხვევაში თეატრის სივრციდან მე მგონი გამოვედით, მაგრამ თეატრალებად კვლავ რჩებით, თუნდაც აი ამ ვიდეოს თუ ვიგულისხმებთ და ვემსახურებით ზოგადად მუსიკას. მუსიკას, რომელიც მე ვფიქრობ, საუკეთესო საშუალება არის ადამიანების ურთიერთობისთვის. თქვენ როგორც წესი თეატრშიც გეძლევათ ამის საშუალება, გარდა იმისა, რომ თქვენი სამსახიობო ხელოვნებით, სათქმელის გადმოცემის თქვენეული ხერხებით იქონიოთ კონტაქტი მაყურებელთან, ამას ამძაფრებს კიდევ მუსიკა. მუდმივად გამოხატვის ფორმის ძიებაში არიან, თუ სცენაზე და თუ მის მიღმა. და სხვათა შორის ალეკო სანამ მსახიობობას მოისურვებდა, უნდა რომ რაღაც მუსიკალური ხაზით გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა. ესე იგი ჩვენ მაინც რა თქმა უნდა არ ვცდებით გადაცემის ფორმატს ხაზის რადიოს გულისხმობ და თხრობას და ურთიერთობას ვიწყებთ ოჯახიდან. ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენს მსმენელს ახლა ის სიმღერა შევთავაზეთ, რომელმაც ალბათ უმრავლესობა მათგანი დააბრუნა ბატონი ბადრის მაყურებლად, გულისხმობ დროსა და ეპოქას. აი ამ პერიოდში თქვენთან რა ხდება ოჯახში? იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ირჩევს ცხოვრების გზას და ირჩევს პროფესია არ მინდა დავარქვა, იმიტომ რომ შემოქმედებით ოჯახებში როგორც წესი ამას აქვს გამორჩეული ხიბლი. ანუ ზეგავლენას გულისხმობ? არა მხოლოდ ზეგავლენას, აი საით მიდიოდით თქვენ და მამამ მოგაბრუნათ, თავად აირჩიეთ ეს გზა თუ როგორ? ანუ მსახიობობა, ხო? არასოდეს არ მინდოდა მსახიობობა სიმართლე, მოგესალმებით უყველას. ხო და ავიც კი დავდიოდი რა ბავშვობაში მამას სპექტაკლებზე და დედა თოჯინების თეატრის მსახიობი იყო და თოჯინებთან ერთად ვიზრდებოდი თეატრში, კულისებში, სიმართლე რო ვთქვა. უფრო იქ ვიყავი ვიდრე მუსკომედიაში. მუსკომედიაშიც დავდიოდი რა თქმა უნდა. პრემიერებზე რაღაცას ბაბაჯანები და რაღაცები მახსოვს. მე ვიოლინე სახურა. მე ვიოლინე უკვე მერე იყო, ჯარიდან რო ჩამოვედი, მერე ვნახე ეგ სპექტაკლი. ხო და და იმომწონდა ახლა მამა ჩემის რაღაცეები, მაგრამ მსახიობობაზე არასოდეს არ მიფიქრია სიმართლე გითხრათ. პირიქით რაღაცა თითქოს ჩემებს რო ხედავდი სცენაზე, რაღაცნაირად პირიქით გრძნობები
მეჩითებოდა ასე ვთქვათ რა. ხო და რავი რაღაცა და საერთოდ გიწევდათ გული. მუსიკა უფრო როკი რა ვიცი რა. ჯგუფი გქონდა სკოლიდან მოყოლებული, სულ რაღაცას ვაჩხაკუნებდით ბიჭები. მე სკოლას რო ამთავრებდი უკვე თოიძის სასწავლებელი რო იყო სამხატვრო. მიყავდა მეგობრები და იმათ ჰქონდათ ჯგუფი. და იმათ შეუერთდით და იქ უკრავდით ხოლმე რაღაცა. ეს დაახლოებით რა წლებია? 80-იანი წლები, 93, 4, 5 აი. ცოტა ადრეც, სკოლაში მანამდე და მე იქ. ისე ეს უკვე ის პერიოდია, როდესაც ამ მუსიკის მოსმენა აღარ ჭირს, იმიტომ რომ ჩვენ ამ სტუდიაში უბრალოდ თაობის ადამიანებისგან ბევრი ამბავი მოგვისმენია, როგორ თუნდაც კუსტარულად როგორ ხდებოდა რადიო. არა, პერიოდში ჭირდა სხვათაშორის. ჭირდა, 80-იან წლებში ჭირდა, როგორ არა. მე რა ვიცი, როგორ არა, ძლივ. ანუ ეს მაინც ის დროა, როდესაც ფირფიტებისთვის ვიბრძვით. ალხიდზე რო გაცვლები მიდიოდა და ერთი ამბები და კი რა. მაგ ამბებს ბავშვობიდან მოვესწარი, იმიტომ რომ უფროსი ძმა ზურა მელომანი იყო, ასე ვთქვათ, ძალიან მაგარი და ისეთი ფირფიტები მოქონდა სახლში, რაც თბილისში არ იშოვებოდა. ძალიან იშვიათი იყო რა და მეგობარი ყავდა, რომელსაც ბიძა თუ ეხაც ყავდა საზღვარგარეთ და მაშინ ლუგზავნი და ისეთ რაღაცებს რო აი რა ვიცი რა. ისე სხვა ფრენკ ზაპა და ეგეთ აკრძალული ტიპები იყვნენ მაშინ ესენი რა და ჩვენს უქონდა ეგეთი ფირფიტები. მე ხა საკუთარ თავს არ ვაპატიებ, რომ დავსვი ეს კითხვა 80-იან წლებში ჭირდა თუ არა ასეთი მუსიკის მოსმენა და რატომ. ამავე რადიოში არსებობს, დღემდე არსებობს დილის გადაცემა პიკი საათი, რომელიც 1979 წელს შეიქმნა და სწორედ ეს გადაცემა იყო, რომელმაც გაბედა და მაშინ პირველად მოასმენინა ჯაზი ქართულ მსმენელს უკვე ღიად და უკვე საჯაროდ და უკვე ასე თვალხილულად. ესე იგი ვბრუნდებით ჩვენ ის მუსიკასთან და თეატრის სცენაზე, თუმცა მანამდე ალეკოს მეგობრები უკეთ უნდა გავიცნოთ, ვიდრე ჩვენი მსმენელი და მაყურებელი იცნობს მათ. საერთოდაც ბუნებრივია ხა არ გკითხავთ რა დაგაკავშირათ აი ამ მუსიკის სიყვარულმა, რაზეც ახლა ალეკო საუბრობდა, მაგრამ მაინც რა ჟანრს ჩვენ დაგვაკავშირა თეატრმა. მსახიობები ვართ ერთად. რა თეატრმა თან როგორმა თეატრმა, რომელსაც თავში მუსიკა ახლავს თითქმის ყველა მღერის. რაღაცა ნიშნით მაინც შეკავშირდით. ხო, მე ვიტყვი რამ შეგვაკავშირა, გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. დილა მშვიდობისა. რაღაცა გამოვნახეთ, რო გავიცანეთ ერთმანეთი 2000 წლიდან უფრო ადრეს ალბათ. საერთო ენა მუსიკალური საერთო ენა რა, აღმოვაჩინე რომ რაღაცა საერთო ენაზე ვლაპარაკობთ მეტყველებთ. და იქიდან მოყოლებული, მე-20 საუკუნიდან მოყოლებული ერთად რაღაც უკრავთ და ჩვენ ვერთობით რა. არ ვიცი სხვა როგორ გაერთობა ჩვენი მუსიკის მოსმენისთვის დროს, მაგრამ ჩვენ ვერთობით კარგად. მოდით ვცადოთ აბა სხვა როგორ გაერთობა თქვენი მუსიკის მოსმენის დროს, იმიტომ რომ ჩვენ დავუპირდით მსმენელს და გვაქვს ამის საშუალება და რატომაც არა. ტალღა FM 102.4 ხაზის რადიო პირდაპირ ეთერში და ახლა ჩვენ მოდის მოვიხდით ახლა დილა და ცოტა სტულია რა, ახლა ჩვენ მე პირადად დიდი გამღერება ვერ მოვასწია. ვოკალისტი არ გახლავართ, კი ბატონო, ეს არის ტრადიციული ტექსტი, რომელსაც ჩვენ თავაზობთ ხოლმე დიდი საათებში ჩვენ მსმენელს. მეგობრებო შენ შუშის დედოფალო ახლა რა ხდება მედიატორი დარჩა მგონი ალეკოს და ვეძებთ მედიატორს აკვნა მაგრამ მეგობარი რისი მეგობარია არა მგონი ხელს შეგიშლით და არ დაგჭირდება მართალია დავიწყო რას მღერით რას ვასრულებთ რას თავაზობთ რა ვიცი ხა სახელი მაინც და მაინც არ ქვია ამ სიმღერას მაგრამ ჩვენ მაინც რო ვიცოდეთ ჩვენ რას ვუყურებთ მოკლედ თქვენი სულის განწყობილება მიხვდებით რა ვიცი ტექსტიდან გამომდინარე ისმენ დავიწყოთ ხო დამშრალი თვალები მაშვრალი გული
დამაქვს ტროტუარებზე დამდევენ ვალები გამირბის ფული არაც ვამბო ქალებზე ხოლოდ ერთგული ბოთლი თუ მიბაჯუნებს თვალს ჩავარდღამ დავიწყებ გარშე ფეხზე დავიკიდებვალს და გუსვადგენ და დავგარგავ ხალს მოდი ჩემთან გამართვეო შენ შუშის დედოფალო ერთმანეთი გამოვცალო და ისევ თვალები და ისევ გული ისევ ტროტუარები ისევ მემალები და ისევ თვრები ისევ ნაიარები ხოლოდ ერთგული ბოთლი თუ მიბაჯუნებს თვალს ჩავარდღამ დავიწყებ გარშე ფეხზე დავიკიდებვალს და გუსვადგენ და დავგარგავ ხალს მოდი ჩემთან გამართვეო შენ შუშის დედოფალო ერთმანეთი გამოვცალო გავგარგავ ხალს მოდი ჩემთან გამართვეო შენ შუშის დედოფალო ერთმანეთი გამოვცალო გამოვცალო შესანიშნავია ძალიან დიდი მადლობა ეს არის ტალღა FM 102.4 ხაზის რადიოა პირდაპირ ეთერში და ასეთი ლაღი და სასიამოვნო შესრულების შემდეგ ბუნებრივია გიჩნდება სურვილი გამოაცხადო ჯგუფი და გავჩერდი არ ვაქვს სახელი ჩვენთვის ვერთობით ჯგუფი არ ვართ უბრალოდ მეგობრები ვართ რა ისი შესანიშნავად და გადამდებად ერთობით ნამდვილად ახლა რა მაინტერესებს აი თქვენი ასეთი შემართება და ასეთი დამოკიდებულება მუსიკისადმი რომ დავუკავშიროთ ახლა უშუალოდ თეატრს რამდენად არის ინტერესი და უშუალოდ ან მცდელობა ან სურვილი ამ ტიპის მუსიკის გადატანისა სცენაზე ამის ფაქტად ხომ არაფერი გვაქვს ან არა ეს არის დიდი ხანი არ არის ეს ჩვენთვის კი ვერთობოდით რაღაცებს მაგრამ აი ეს Facebook-ზე დადებები და რაღაცები ახლა დიდი ხანი არ არის რაც დავიწყეთ აი ეს რაც ყურები რომ იგეთია დიახ როგორი პოპულარულია სიმღერა რაღაცა უცებ აიტაცა ხალხმა ძალიან ბევრი ნახვა ქონდა და რაღაცა და იმის შემდეგ დავიწყეთ უკვე ზოგმა მოგწერა ზოგმა გვითხრა ზოგმა დაგვირეკა რომ კიდე რაღაცა არა გაქვთო მარტო ეს გაქვთო და ნუ აქედან გამომდინარე რაღაც დავიწყეთ ეს დაკვრა და გართობა ასე ვთქვათ
თან რაღაც კაფეებში გვინდა ცოტა და ფული გავაკეთო. ხოთეს ინტერესი გამდენად დიდია. და მაგით უფრო დავიწყდეთ ამის კეთება. თქვენი სიმღერის პერიოდში ეკამ სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერის რეჟიმი დააყენა და უკვე გამოხმაურება მოგივიდა. ასე რომ სცენაზე გადატანის ცდელობა არ გქონია ჯერჯერობით და არც არ ვიცი ნახოთ. ნახოთ ჩვენ მსმენელი გველოდება რა სურს მას მოვუსმინოთ ერთად ყურსასმენები მოირგეთ თუ შეიძლება რომ მსმენელს უპასუხოთ ალო მოგესალმებით. ალო მოგესალმებით მიკროფონი ჩაგარეშვილი ხოლმე სალონიდან მინდა ახლა ერთი ამ ვიხარ. დიახ. შეცვლილი სიმღერა თუ შეიძლება ასეთი მოსაზრება დამოვადა. თუ შეიძლება ამ ჯგუფს რომ დაემხოს მეგობრობა. რა ვიცი შევთავაზოთ. დიდი მადლობა ბატონო მეტყვი. ასეთი ვერსია შემოთავაზა. მეგობრობა გზად და ხიდად ჯობია. მაგარზაიც მედას გაუჩნდა უკვე სრულიად თქვენ ჯგუფს სახელი დაარქვეს, არ ვიცი რამდენად გამოუჩნდებია ბატონო მიტროფონის მიმდევრები, მაგრამ რა ვიცი შეგიძლიათ შემოგთავაზოთ ჩვენ განაცემის დასრულებამდე საკმაოდ დიდი დრო გვაქვს. ალეკო, მაინც ძირითადად აი ხა ჩვენ რა სიმღერაც მოვისმინეთ ეს სიმართლე გითხრათ დილას ამ ტიპის მუსიკის მოსმენა ნამდვილად სასიამოვნოა. ლაღია. რა ვიცი ვალებზე რო იმღერებ დილიდან ცოტა ესეთი ხო არა, ეს ხო ჩვენი რეალობა. რეალობა სამწუხაროდ. მაგრამ ვალებზე არა, მე რამდენადაც ტექსტის და მუსიკის ავტორი თქვენ მცანდებით, ხო? კი, სულ ჩვენ სიმღერებს ვღერივართ თითქმის. მაგრამ ნუ რაღაც ესაც ვთქვათ კავერებიც გვაქვს, აი როგორც ეს დეკემბერი და და ძირითადად ქართული კი, ნუ ინგლისურიც გვაქვს. ჯერჯერობით 3. ისე რა უცნაურია და სასიამოვნოც არის ერთგვარად რომ ინგლისურიც გვაქვს ბრძანებთ. როგორც წესი, ამიტომ რომ ძირითადად ჩვენ რაღაცებს ვიგონებთ რა. და რატო ვიგონებთ იცით? რატო? იმიტომ რომ აღმოაჩინეთ რომ ინგლისური არ ვიცით. ეს დიდი ხანია. ისეთ ეპოქაში დავიბადეთ, სადაც რუსული იყო პრიორიტეტული და რაღაცა ვერ ჩავჯექით ამ ფერხულში, ესე ვთქვათ. კიდევ ერთი მსმენელი გველოდება ჩვენ მოდით მოვუსმინოთ ალო გამარჯობა. გამარჯობა. ასეთ ლამაზ დილას გისურვებთ, ყველა დილას ჩავრთე რადიო და დაიწყო პირდაპირ სიმღერა. არაჩვეულებრივი მოსასმენი იყო, დიდ მადლობას ვუხდი სტუმრებს, ძალიან გთხოვთ გაგვაცან. გამაცანით ეს ხალხი, ახლოს ვინ არიან და თუ შეიძლება კიდევ რამდენიმე ქართული სიმღერა, როგორმე. ძირითადად ქართული სიმღერა აქვთ რეპერტუარში. თამარ კიდევ ერთხელ შევახსენოთ მსმენელს მუსიკალური ნომრებით. ალეკო ბეკალიშვილი, გიორგი ყველაშვილი და გოგა მეძმარიაშვილი არა, მოძმანაშვილი. და უკაცრავად ერთსაც დავამატა, ალეკო არ, ალექსანდრე. ალექსანდრე, ნუ ეს ჯერ ვიტან მაგ სახელს ბოდიში. ჩვენ ბავშვობიდან მაგ სახელით გიცნობ. ბეგალას მეძახით ბავშვობიდან, არ გვინდა ეხა ტყუილები. პირდაპირ ეთერში ისთან. კარგი ალექსანდრე ამის მერე შინაურობაშიც ალექსანდრეთი მოგმართავ ხო? შინაურობაში ბეგალა დამიძახ, როგორც ყოველს. ასე რომ დავტვირთოთ მართლა ჩვენი ეთერი მუსიკით, რაღაც მოთხოვნაც არის მსმენელის და ვაფეროთ ხომ კიდევ. კი ბატონო, სიამოვნებით. ტალღა FM 102.4 ხაზის რადიოა პირდაპირ ეთერში. მე მგონი ჩვენ თეატრზე სასაუბროდ ნაკლებად მოვიცლით დღეს ჩვენს ეთერში, იმიტომ რომ დილა კარგი განწყობილება, ვალზე სიმღერა იქნება შუშის დედოფალზე, თავარია როგორ უმღერით, რა მუსიკალური ესთეტიკით, როგორი მონდომებით და მე მგონი ამ თვალსაზრისით და ამ ნიშნით ჩვენ სტუმრებს ნამდვილად ეთქვით სათქმელი. ეხლა ჩვენ ვიმღერებთ, ჩვენ სიმღერას არა. ნუნუ დუღაშვილის სიმღერა არის, ხო? კი. ნიაზ დიასამიძის ლექსი ტექსტი. ძალიან დიდ ბოდიშს მოვიხდით, ცოტა რთული სამღერია ეს. დიახ. და ეხლა დილაროა შეიძლება რაღაცა ხმებმა გვიმტკუნოს და წინასწარ ბოდიში. გისმენთ დიდი ყურადღება. ჩვენებული ინტერპრეტაცია აქვს უბრალოდ. გავიწოთ? გისმენთ. ტექსტი რა, ამით შევხედო. დავდი. მე თბილისის მოტრფიალება
სახელს გულში ჩავიკრა თბილისის თბილმიწას ვენაცვალე უბერებელ მტკვარს გავსკერი უბერებელ მტკვარს გავსკერი სულ არ მინდა ცხოვრების განაგარი პიროსმანის შესანდობას ცოდვა თუ მაქვს შადენილი რამე მომიდევოს ჩემმა თბილისმა ცოდვა თუ მაქვს შადენილი რამე მომიდევოს ჩემმა თბილისმა ძლebikatis გადავიღალე თმაში თეთრის შემომერია როგორც თბილის სიბერებს ისე იმის შვილსაც ვერ მომერია იმის შვილსაც ვერ მომერია სულ არ მინდა ცხოვრების ზანაგარი პიროსმანის შესანდობას ცოდვა თუ მაქვს შადენილი რამე მომიდევოს ჩემმა თბილისმა ცოდვა თუ მაქვს შადენილი რამე მომიდევოს ჩემმა თბილისმა არ მინდა ცხოვრების ზანაგარი პიროსმანის შესანდობას ცოდვა თუ მაქვს შადენილი რამე მომიდევოს ჩემმა თბილისმა ცოდვა თუ მაქვს შადენილი რამე მომიდევოს ჩემმა თბილისმა თბილისის მოთბიალება თბილისის მოთბიალება თბილისის მოთბიალება თბილისის მოთბიალება ჩვენს თბილისის მოტრფიალეები ვარ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ სიმღერის აი ასეთი ესთეტიკით შესრულებისთვის. მართლა ვიხრჩობოდით. სმენელს გაუჩნდა ჩვენ სხვათ შორის მინდა ხმიანების სურვილი. კი ბატონო, მოვუსმინოთ და მე გამოვთქვათ აზრი. ალო. გამარჯობა. მოგესალმებით, ეთერში ბრძანდებით, ჩვენ გისმენთ პირიქით. მე მინდა ძალიან რბილა, ძალიან კორექტულად თქვა ჩემი საქმელი. მე ძალიან მიყვარს ნიკოლეკიშვილის ნამღერი ეს სიმღერა და აი არაფრით აღარ აგას იმ სიმღერას. მოტივით შეიძლება შეიცეს სხვა ლექსიც, აი როგორ შეიძლება ასე ყველაფრის გადაკეთება.
ой, ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით ქალბატონო, რომ ეს სიმღერა არის მინდა. ძალიან კარგია კრიტიკა რომ გამოჩნდა. ეს იგი რაღაცას ნიშნავს. ქალბატონი ნონი დუღაშვილი მუდმივად არის ჩვენი რადიოს და ჩვენი გადაცემების მსმენელი. არ ვიცი, მე მაგალითად ახლა ბედნიერი ვიქნებოდი, თუ დაუშვოთ ახლა რადიო მიღებთან არის ქალბატონი ნონი და შეძლებს გამახმაურებას, რომ ცოტნოდა რომ ჩვენ ეს სიმღერა დღეს გვექნებოდა ეთერში. მე წინასწარ ნამდვილად ვთხოვდი მას, რომ თუმცა არის იცის მან ეს ვერსია. მაგასთან დაკავშირებით აი ეს დეკემბერი რო გავაკეთეთ მსგავსია, ხო, ისიც ჩვენებური ინტერპრეტაცია. ნატო გელაშვილის სიმღერა, ხო? ძალიან მოეწონა. აი ძალიან მოეწონა თვითონ რა. და Facebook-ზეც დაგვიკომენტარა, რომ ბიჭებო, აუ რა მაგრები ხარ და რა მაგარია და სულფა ვერსიაა და რა საინტერესო ვერსიაა და რაღაცა და რავი, არ მგონია ქალბატონ ნუნუსაც რაღაცა ეწყინოს. სხვადასხვა სიმღერას რაც უფრო მრავალნაირი ვერსია ექნება და იმის საშუალება იქნება, რომ მრავალნაირად გაკეთდეს, ჩემი აზრით უფრო საინტერესოა. ასე რომ ერთი და იგივე ტკეპნა უფრო მომაბეზრებელი მგონია რა. ქალბატონს არ დავეთანხმებ. ქალბატონის მოსაზრება ვიზიტი არიან ადამიანები, სტანდარტული აი კლასიკური გაგებით. კი ბატონო, მოусმინონ იმას. რაზეა შესრულება მოწონთ და იმდენად ჩარჩენილი აქვთ გონებაში და სმენაში, რომ აი სხვა უკვე გაშეცვლილ ვერსიას უკვე ვეღარ ეგუებიან, მე მესმის მათი და ესეც სიმღერაა თვითონ ეს, რომ როცა უკრავთ ხოლმე რა, ვატყობ ხა ჩვენ ბიჭები ერთად ამას რომ უკრავთ ხოლმე, როცა უსმენ რას მღერით ცრემლი მადგება ხოლმე და ვჩერდები რა, ვერ უმღერ, ბოლომდე ვერ გავდივარ. და ვცდილობ რომ არ მოვისმინო რა, რას მღერით და რას ვამბობთ. თვითონ სიმღერა აი რობოტივით, იმიტომ რომ აი არ შეიძლება, აი შეიძლება გავჩერდე. არა ხო, ცოტა ისე გამოგვივა, ჩვენ საკუთარ ნამღერზე კი არ გვეტირება. არა, თვითონ სიმღერაზე მაგალითად. საერთოდ არ ვიცი თქვენ იზიარებთ თუ არა ამ მოსაზრებას და შესაძლოა ბევრი მოწინააღმდეგე ამ დამოკიდებულებაში მეც გამიჩნდეს ახლა, მაგრამ უნდა ვახსენო ეს ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობა, რომელსაც რამდენიმე ძალიან ესეთი ცნობილი ძველი ქართული სიმღერა სწორედ რომ თავის მუსიკალური ესთეტიკის ჭრილში გაატარა და შესთავაზა თავის თაობას და ესეთი სიმღერა, რომელსაც დედაში შესაძლოა არ უსმენდნენ ახალგაზრდები. სმენადიც გახდა და ინტერესიც გამოიწვია ავტორისა, ტექსტის ავტორისა, კომპოზიტორის და ანუ ამით ჩვენ მოუძებნეთ ფორმა, მათ მოძებნეს ფორმა, ჩვენი იმ მართლაც ხელსაგოგმანები კულტურის ახალ თაობამდე მიტანიცა. ჩვენი როგორ შეაფასებს ხო ამ ვერსიას? რა თქმა უნდა, ორი მსმენელი გოლოდება, როგორც რეჟისორი გვაცნობს და მოვისმინოთ. ჰალო. მოგესალმებით. გამარჯობა. თქვენ სტუმრობრივე სამი ქალბატონიკა. დიახ. მე არ ვთვლი, რომ სიმღერა რაღაცა დამახინჯებული იყო. პირველი მოწინააღმდეგე მე ვარ ამის, მაგრამ ეს არაჩვეულებრივი შესრულება იყო, მე ვფიქრობ, მით უმეტეს, რომ ბიჭები არიან მოყვარულები და მე არ მიმაჩნია, რომ სიმღერა დამახინჯებულია. მეუდეა იგივეა და შესანიშნავად ასრულებენ. მე მომისმენია მე ფაიტონე გოგი ცაბაძის, აი ეხლანდელი თანამედროვე შესრულება არ დავასახელებ შემსრულებლებს, აი ის კი მართლა დამახინჯებული იყო, მაგრამ რაც შეეხება ამ სიმღერას, სულაც არ იყო ასე. მე წარმატებები მინდა ვუსურვო ბიჭებს, კარგი არიან. მადლობა. თქვენ მადლობა გამოხმაურებისთვის. კიდევ ერთი მსმენელი გველოდება. ალო, მოგესალმებით. დილამშვიდობის ამეთ მოგესალმებით სულით და გულით და დიდი პატივისცემით სულ. მე მგონი ცოტა უსაბუზგოდ აღსπოთ და მსმენელი, იმიტომ რომ ნამდვილად არაჩვეულებრივი ვერსია იყო, ხლა ვერ ყვევი კარხი და წრუჩი და გემოვნებიანში და ძალიან კარგი იყო ნამდვილად და ქალბატონოსაც დარწმუნებული ვარ მოეწონებოდა ვინაიდან და რადგანაც ვიცი რომ მას ჯაზი ძალიან უყვარს და ჯაზური ელემენტები იყო ამ სიმღერაში და არანაირი დამახინჯებული არ იყო ბიჭებო, ძალიან კარგი იყო, გული არ გაიწეხოთ და გააგრძელეთ ესე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თუ არის მსმენელი კიდევ მოვისმენთ თუ არ და შეგახსენებთ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომრებს 240 91 92 ან 240 92 92 და რეჟისორი მაცნობებს მსმენელს დაურეკავს ხომ არ გვიმღერებთო ციდან ცვივა პანტელი. მაგას მე რა ვწდებით. გავუშვებდი ჩანაწერს, მაგრამ ამ შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებ ნამდვილად. შესანიშნავი სიმღერა ნატო გელაშვილის ჩვენეული ვერსია, ესე ვთქვათ.
რაღაცაო. დავიწყოთ. დადგავდა სამის ვალაფერი მე კი ისევ მარტო არ დამყერი დეკემბერი დადგავდა ციდან ფანტელს ველი როგორ მინდა მოფერება კარგო შენი ციდან სვივა ფანტელი ზაფირუზის პერია მოგეფერო მინდა მაგრამ სხვისი ხარდა ძნელია ციდან წვივა ფანტელი ზაფირუზის პერია მოგეფერო მინდა მაგრამ სხვისი ხარდა ძნელია შეცნა ბიჯებს ველი მონატრება ძნელია ოცნელი ჩემი გული შენი იყოს შენი ფიქრი ჩემი მე უშენოდ აღარ მინდა არაფერი ციდან წვივა ფანტელი ზაფირუზის პერია მოგეფერო მინდა მაგრამ სხვისი ხარდა ძნელია ციდან წვივა ფანტელი ზაფირუზის პერია მოგეფერო მინდა მაგრამ სხვისი ხარდა ძნელია ხარდა ძნელია სხვისი ხარდა ძნელია ძალიან დიდი მადლობა და ერთი აუცილებლად უნდა ვიკითხო. ხომ არ გიფიქრიათ აი ამ თქვენი სიმღერების უკვე კლიპებად გადმოტანაზე? ან ვინმეს ხომ არ უფიქრია თქვენს მაგივრად ეს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ფინანსები უმჭირდება და სამწუხაროდ ჯერჯერობით არ გვაქვს მაგის საშუალებას, რომ რატომაც არა. დაგიგროვდათ უკვე საკმაო მასალა ხომ უკვე ნამღერებით. ისე ბევრი არ არის მაინც და მაინც 15 სიმღერა გვაქვს ძირითადად. ერთი ალბომისთვის სავსებით საკმარისია. მაგრამ ამაში შედის აი ეს ორი სიმღერა და რამოდენიმე კავერი, ასე ვთქვათ, საზღვარგარეთული რა. საინტერესო. ჩვენ კიდევ ორი მსმენელი გველოდება, მოდით მოვასწროთ და შემდეგ უნდა მოიფიქროთ საფინალეთ გადაცემის დასასრულ რა შეიძლება შევთავაზოთ ჩვენს მსმენელს. ჯერ მოვუსმინოთ ორი მსმენელი გველოდება. ალო? ალო, მოგესალმებით, ჯერფასება, თომარ. ისე გამახარეთ ამდილაძე. ყველაზე უდიდესი მადლობა იმასწრებს, ჯერო ქართულად ბერით და შემოგეუბნოთ რუსიკობებია. ძალიან გამახარეთ. ამდენი ფულს ხრიან, X-ფაქტორი თუ 1000 რაღაცა და ერთი ქართული არ გამიგონია. წინსვლას ღმერთის წყალობა არ მოკლებოდით, ამაში ყველაფერი შედის. გადაკეთება ისიც ვერ გააკეთებ ცხოვრებაში, რომ ყველას რაღაცა მოეწონოს. ეგ უარესიც არის და უფრო გაგაცოცხლეთ ხანახან ვიღაცის არასწორი კრიტიკა.
ის სულად გენიერი ბაღა მე ალბათ დიედათ დიდი მადლობა თქვენი გამოსვლით მოვიდოდით ჩემი ჯოხით მოგიწვენით ნახალით როგორები ხართ მე მგონია თვალში თქვენი ხმით ვაშკაცებად ტანაც პატარები არ იქნებით არც ერთი ვერ გეტყვით ერთი ყავს კოღოს მსგავსი წარმოსადეგი ქართველი ვაშკაცები დიახ მადლობა კაპიტან რუსთან კიდევ ერთი მსმენელი და უნდა დავასრულოთ ეთერი ალო დიახ დილამშვიდობის. მე საერთოდ ზოგადად დიდი სიფრთხილით უყურებ ვერსიების შეცვლას, მაგრამ ეს ციდანცივა ფანტელი არაჩვეულებრივი შესრულება იყო, არაჩვეულებრივი ვერსია. ხოჭა, მადლობთ. მადლობა ასეთი გამოხმაურებისთვის, მე მგონი მსმენელისთვის დრო აღარ რჩება. ზოგადად გადაცემის. რას ვასრულებ? თუმცა ერთი აუცილებლად და ვიკითხო კომპოზიტორების ჩვენ ქალბატონი ნონო დუღაშვილი ვახსენეთ ნატო გელაშვილი და კიდევ ვისი სიმღერები გაქვთ თუ არის ასეთი? ბობ დილანის და ბიტლზის. აჰა, ანუ ქართველი ავტორები ამით ამოვწურეთ. ჩვენს კომპოზიტორობას ვაწვევით ასე სჯობს. და ის შეიძლება აირონ რიჩი და Fight No More. ჩვენ რაღაც ჩვენ. მოდი დავშვიდით რომ თქვენი პირველი ალბომი რომ გამოვა აუცილებლად წარდგენა გვექნება ამავე ტალღაზე. აუცილებლად თუ მოვესწარეთ ჩვენმა. რას ვასრულებ? რითმე მშვიდობებით ჩვენს მენელს. ჩვენი სიმღერა ისევ დავიწყეთ ჩვენი სიმღერით, დავამთავრებთ ჩვენი სიმღერით. ისევ ვალებს მომერეთ. რომ არ ჩანს ეს არის რადიო და რომ ისმის ეს არის ასეთი თქმული ხაზის რადიო